შენ როგორ ხარ ანასტასია? კარგად, რავი, დღეს, მე დღეს კარგი დღე მქონდა, იმით რომ დღეს სტრადა, ჩემი მეუღლის რესტორნები გახსნეს 10 წლის. მართლა. ჩემთვის ეს ძალიან ვაუ, ხალხო, აპლოდისმენტები სტრადას დავადების დღე. მაინც ვერ შეჭამთ მან. იცით როგორ არის? არა, იმდენად რთული. შენის ქმრის სხვა ბიზნესების დაბადების დღეები შეგიძლია ჩაგვაწერინა, როდისაა, რომ იცოდეს ხალხმა, რომ აი დღეს ანასტასია ბენდუკიძის მოიკა სანაპიროზე როა გახსნილი 12 წლის გახდა. წავიდეთ იქ გავრეცხოთ. იცით როგორ არის? არა, მგონი რომ საქართველოში ბევრი რესტორანი ან კაფე, რომელიც 10 წელი მუშაობს, მე პირადად არ ვიცი და მიხარია და მგონი რომ ცოტა პრობლემურ ეკონომიკურ, ისე ვთქვათ, სიტუაციაშიც კი ვცდილობს რომ იმუშაოს. რაც ხან წყალი არ არის, ხან დენი, ხან გაზი, ხან რაღაცა და მაინც რომ საქმეს აკეთოს. იყალთოს ფაზე გაქვთ რესტორანი თუ სამწუხაროდ. ინფრასტრუქტურა გამართული. ადამიანური რესურსი, ანუ ხალხი სულ ყავთ. ვის მუშაობს იქ? ვინც ოფს ხურის? ვინც რას? Wins Opels. Скажи по-русски. И характер. Что вот это? Пью. Дамплебма. Это муша. Так уемас. საჭმელს რო აჭმევთ რა იმ თავს. მზარეულები? მზარეულები ხო? მზარეულები. ეგრევე მიხდი ხო? აი ის. თქვენი მეშვეობით რო უდგათ სული. ეგენის უკავთ ხო? არა, მართლა უგთხოვთ, თაში დავკარეთ ადამიანი, ვინც იცის საერთოდ სტრადა რა არის. რა თქმა უნდა, წეგან დაბადების დღე იცოდნენ ყველა მე. სტრადას დაბადების. ანასტასია, თანამშრომელი გაგიგდია სამსახურიდან? როგორ? თანამშრომელი სამსახურიდან გაგიგდია? დიახ. მე როგორ გაარჩევ? სიცრუის დეტექტორი ხარ რა? არა, უბრალოდ ფიქრობ, მე პირადად კი არა, მაგრამ მაგალითად ვიღაცა, ვინც სუპერვაიზერი თუ ხარ და 11 საათზე უნდა მოხვიდე, რომ გახსენი რესტორანი, რაღაცა რომ, დაალაგე, შემოწმე ყველაფერი, რომ სწორად არის სტრადა და ხო, არა, მესმის რომ გაგდების მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. შენ ემოციურად როგორ გაართვით ხო თავი ინტერესებს? მე პირადად გაგიჭირდა აი ადამიანის ულუკმაპურო დატოვება. არა, მინდა გითხრათ, რომ პირადად მე ალბათ რამდენიმეჯერ სულ, თან რაღაცა ანუ დაქცეული ყავს ხალხი, ოჯახი. რა, 150 ჯერ მაქსიმუმ. პამპერსის ნაცვლად რომ მუჭში აჯმევინებენ ბავშვს რომ. მიდი. მე ანასტასია ბენდუკიძემ გამომაგდო. სტრადას 10 წლის დაბადების დღეზე, იმიტომ რომ ზეგანაკვეთურად არ ვიმუშავე 16 საათი. და ის ბავშვიც რომ ვერ ვითარდება და 16 წლის ასაკში. ვერ ჭამს, იმიტომ რომ არ უჭამია, ორი კვირა. ყვილა ელოდება. მიდი მა. ის ნაპოთები რო არის, ვინა სულ ნაპოტები. და იმას რო ჭამს. მიწას. იმას რო ჭამს, რა ქვია იმას? შპალერს არის. შპალერებს? მაგრამ შპალერი დაწვეს, იმიტომ რომ გაზიც. კაი, არა, მართალი. უნდა უწუროთ ის. მოვჭით მაგას. დავიწყოთ გადაცემა? ეს რა იყო შენი აზრით? არ ვიცი, ეს იყო პრელუდია. პრელუდია. აი, შევყოთ მეგობრებო. ესე იგი, ვის შევყოთ პირველ გაიხო? დაშ დავკარით. აი, ხელი რო ავწიოთ, ვის უნდა გამოსვლა მეგობრებო? აი, აქ არის ერთი ადამიანი. აჰა, ოკეი. ადამიანი. ოკეი, მეორე ადამიანი? ანუ ადამიანი არა ძროხა. ბოდიშს გიხდით, სხვა სიტყვებს არ ვიცი და მხოლოდ შენ ძმაო, კახას გოგო, ამას სიტყვა პასუხი შეეშლება? უბთხილდი, bro. მელაპარაკებით ყედეობებს. ესე იგი, კაი. ვაი, სააკაშვილო, შენ რა გითხარი? ეგ არის ჩემი საყვარელი კახას მომენტი. რომელი? ვაი, სააკაშვილო, შენ რა გითხარი? იმისნაირი ისი რო დანიშნე. არიცი? მამა შენის ბესტოფები არიცი, გოგო? არა, მამა ჩემის ბესტოფ სხვა არის. არის არჩევნების მერე 2012-ში რო თქვა, რომ ჩვენ კი შეიძლება რომ გავადგეთ ერთი ნაბიჯის დემოკრატიისთვის წინ, მაგრამ
ხო ყველა მიცით, მიდი აბა. მაგრამ რა? კახა სექტა სადღაც. მაგრამ ჩა რაღაცა ხუთი კაცი რა. ეს არის ჩვენი მომენტი. მართლა, არა, უბრალოდ სწორად ქართულად არ მახსოვს. ხა. ოკეი. გამარჯობა. ჩემი ხალხი მყავს მოყვანე. იქ შენი ოჯახია თუ რატო დაუქნიან ხელი? ქალაქის თეატრი. ფან-კლუბით ხარ მოსული. კი, მთელი თეატრიანი მოსული ჩვენი ქალაქის თეატრი. რა თეატრს წარმოადგენთ? როიცერეთ. დავაჭი. ქალაქის თეატრი. ქუჩაში არა, უბრალოდ ქალაქის თეატრი. მიწის ქვეშაში არიან. ქუჩაში ვიკრიბებით. პანტომ იმას აკეთებენ. თუმცა ქუჩის თეატრიც არსებობს, ამიტომ. ჩვენ ქუჩის თეატრი სად არის? აი ეს სხვადასხვა ადგილებში იკრიბებიან. ქუჩაში, ხო, მათ არის სწორი შენიშვნა. რა პრობლემა გაქვს? რომ მოგვა? ხო, ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ თქვენ მინდა მოგიყვეთ, ესე იგი მე ვარ ქორეოგრაფი, თეატრის ქორეოგრაფი, აქამდე ცეკვავდი. და ზოგადად ჩემს სფეროში ვინც არის, ეხა ვინმე აქ თუ ხართ, გეცნობათ ძალიან ეს ამბავი, იმიტომ რომ სულ ყოველთვის როცა ყვები, რომ აი რას აკეთებ, რო გეკითხებიან და რო ამბობ, რომ ცეკვავ ან რაღაცა მსახიობი ვარ, რაღაც უგონებია, რომ აი მე როგორ ერთობი ალბათ, კაია, აი სულ არის ეს რაღაც დამოკიდებულება, რომ შენი შრომა არ არის, ეგის დაღლა არ არის. მე პირიქით მეგონა რომ შენ რო თქვი რომ მე მოცეკვავ ხარ, აი იცეკვე ახლა. იმიტომ რომ მე რო ვამბობ რომ ესპანური ენის ფილოლოგი ვარ და აუ მოდი რა მე ისპანურად თქვი. ბოდიში რა ხარ? ფილოლოგი ხარ პროფესია? ისპანური ენის. მიდი თქვი რამე. მართლა ესპანური ენის ფილოლოგი ხარ? Wow. Si lo quieres podemos continuar en español. ეს ილია თოფურია იყო ეს. ესპანიოლ. ანუ ვიღაცას რო თხოვ ხოლმე რომ რამე ესპანურად თქვი, ბოლოს რო ესპანიოლ არის ხოლმე, ამოღამე para jugar a español. რო ანუ მაგას მეც ვიზავ. ანუ მე რასაომე ხოლმე რომ მე ვარ ესპანეთიდან. მე შემიძლია ლაპარაკი ესპანიოლ. არა მე ვთქვი რომ if თუ ფრანგულზე გადავიდე. მოიცა. Puoi dire video français. აუ, ოკეი, ქართულად გამოვიყენე და თუ გინდა გავაგრძელოთ ესპანურად. ოკეი, თუ გინდა გავაგრძელოთ ესპანურად. ეგ როგორია? ციტადი სამოგა. თუ გინდა გავაგრძელოთ ესპანურად. მიდი. მე მინდა სექსის დროს უთხრა ეგ გოგოს. ოღონდ ქართულად. თუ გინდა ესპანურად გავაგრძელოთ. ეგ რასნები, სახეზე დამაჯექი, მიდი. ყორიდა, არ გინდა? ესპანიოლ. ოკეი. სისხლიანის გამო თუ სისხლის გამო თუ რაო? სისხლის გამო. Podemos, sí, si lo quieres podemos continuar en español. Español. Si a ti te gusta que yo te hablo en español, nosotros podemos hacerlo, no es un problema. Problema. Exacto. Exacto. Pues hace 10 días que no hablo. Wait. No. Cartulat. Okay. და გავსწრე ქართული. მერტო ჩემო. არა. შანსი არ არის. No, wait. თუ გინდათ მოგიყვებით. კი. არა, ეს ნაბიხუმროთ ხოლმე ხარ. მოგეთ. ბოდიში. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ხო. აი, არა უსეს. მაგმანჩი ვართ აქ. ხო, და ეგ პრობლემა არის რომ ყოველთვის არის ეგეთი დამოკიდებულება, რომ ვერთობით და ეს შრომა იკარგება და მე ჩემი თავი დავიჭირე ძალიან ბევრჯერ რომ ვიწყებ მტკიცებას, რომ არა, სინამდვილეში მე ცით რამდენი რაღაც ვაკეთებ და ესეც ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ რატომ მჭირდებოდეს რაღაცების მტკიცება და ახსნა, როცა მე ვიცი რას ვაკეთებ და
მოყოფილი უნდა იყო. რას ფიქრობ? ხალხთან დადიხარ. ძალიან უცნაურია. ანუ ვინ გეკითხება ეგეთ რაღაცას? აი სხვადასხვა შორის ძალიან ბევრი ადამიანი. ხო, მაგრამ შენ მე გაფოლოვებ Instagram-ზე და შენ სტორიებს ვნახავ ხოლმე, ყველგან ძალიან ბედნიერი ხარ და ისეთ სტორიების დადება გიცდია, აი ოფლიან მაისურს რო წურავდე მაგალითად ან რაღაც, არ ვიცი. და მაგით რო იატაკს წმენდ მერე. ან ჭოლა რო გაბულინგებს მაგალითად, რო ეს რა ეგ დამიდია კი, ეგეთები კი. რავი, მე შეიძლება მაგან უშველოს რაღაც რა. ეგ მეორე პრობლემა არის კიდე რომ ჭოლა? მაგის გარეშე რომ ერთად ხო, მაგრამ რა, აბა მეორე ეხლა ლაპარაკობდით ზუსტად აქ არის სადღაც აი ხატია სუხიშვილების სანსამთან ერთად რო დავდიოდით თით გასტროლებზე, რომელიც გრძელდება 2 თვე, ამ 2 თვიდან რაღაცა 54 დღე გაქვს კონცერტი, ყოველ დღე სხვადასხვა ქალაქში და ჩვენ მაგას ვამბობდით, რომ ჩვენ თვითონვე ვაწოდებდით რაღაც ხალხს ამ ინფორმაციას, რომ ძალიან კარგია, ვარდან შეიძლება 10 წუთი გავატაროთ რაღაც ქალაქში, უბრალოდ გავირბინოთ და მერე ვიცეკოთ კონცერტი, მაგრამ აი ჩვენ თვითონვე ვაკეთებთ მაგას, რომ აი როგორ ვერთობით, შეიძლება მაგითი შეგვყავს ვიღაცების შეცდომაში, თუმცა კარგად მესმის რატომ ამას აკეთებთ, იმიტომ რომ თუ ყველგან რეალურად რო შეაპასოთ ამბობთ, იცით რა ძნელია, იცით როგორ არავინ მე აღარ მოდის თქვენთან. კი, ეგ ჩვეულებრივი. ხო, ეგ არ უნდა დადოთ ალბათ. სუხიშვილების სტორებში რო არის აგასტროლეს, ძალიან გაბერილი თითები და აშტი და წურბელები რო არიან, ხო იცი? ესეთი სახეებით ხალხი რამე კრემი მირჩიეთ. რა უცნაური, ანუ მე სამწუხაროდ არ მაქვს ნანახი თქვენ როგორც ეკოთ, მაგრამ სუხიშვილების კონცერტზე კი სუხიშვილებს არ აუშავთ. არა, სხვა რაღაცაზე ვამბობ. იმედენად თუ ნუ ჩემთვის ძალიან არა გვიმომწოს, მაგრამ არა გვი. რო რაღაც ეგეთი ანსამბლები რო არის, ხო? არა, მუხრან ბატონი. გორის ქალთა ანსამბლი მუხრან ბატონი. მოდი გამოვიტანოთ ამ ადამიანს დახმარებაში, გაუწიოთ და გაუშვათ თავის დიასპორაში უკან. მე მაგალითად სიამოვნებით ვნახავდი რამე დოკუმენტურ ფილმს მოცეკვავების ცხოვრების შესახებ. არსებობს რამე დოკუმენტური ფილმი? ერთი ის And Then We Danced ხო იყო მხატვრული და ეხლა დოკუმენტურიც არის? რა ქვია? კაი, მაშინ დოლი, მეორეს გარმონი. მესამეს აზიაცკები. ტრილოგია. სუხიშვილების ტრილოგია. აზიაცკებია ძალიან მაგარი. კოპირაიტერზე სახელი ფული აღარ დაგვრჩა. მე ის კლიპი მიყვარდა. ერისიანს რო ქონდა გახსოვთ იმაზე. შატილის ასულოზე რო იყო. რო ფრინდებოდა ერთი კლდიდან, ხო, ციგნიდან რო. საერთოდ ძველ კლიპებში დაკვირვებული ხართ რომ ყველაფერი ციგნიდან იწყება, რაღაც ციგნი რო იშლება და იქიდან მოცეკვავე ტიპები რო ამოდიან. ძალიან ცუდი, ხო, სუხიშვილები მირჩევნია, უბრალოდ. ანუ რეალურად შენ გინდა რომ ხალხი შეაპასოს ის შრომა, ხო? ანუ ეგ არის შენი არ დაგვიკარგოს თორე, თუნდაც ნუ შეაფასებენ, უბრალოდ თინათინს რა ურჩიოთ? რა მე ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მოგვიანებით კატასტროფული სტორების მოფიქრებაში რაღაც რა. რომ რას უშვება ადამიანს ცეკვა. როცა ეს არის გადაჭარბებული რაღაც იმას რა, ნორმას. კაში დაუკრათ თინათინს. მადლობა. მადლობა. მე გამოვიწერა ექსტრაჯიდან რაღაცეები. მე როგორც მაჯის საათების ენთუზიასტმა რომელსაც თითქმის ყველა ეპიზოდში უკეთია სხვადასხვანაირი საათი და რის გამოც გამხდარ ვარ ბულინგის მსხვერპლი, რომ მეტი ჩარა და მსგავსი ეპითეტები წამოსვლა ჩემი მიმართულებით. და შენ საერთოდ არ ხარ? ხო. გამოვიწერე მაჯის ესეთი საათი, რომელიც არის სმარტი. ეს რას ნიშნავს? სმარტი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საათს შეუძლია რაღაცები დაგითვალოს. რა, ვალები რა უნდა დაგითვალოს შენ? გითვლის მართლა ყოველთვის, მაგრამ მე რისთვისაც ვიყიდე არის რომ გულის ცემის და არტერიული წნევის მაჩვენებელს გითვლის. სექსის დროს? სექსის დროს თუ გაიკეთებ, საათით თუ ტყნაურობ. აბა როგორ უნდა მივხვდეთ?
მაგასაც გეტყვის აუცილებლად ალბათ. აუ, შენ აუცილებლად ეგ უნდა გააკეთო ოღონდ. და მე მითხრეს, იმიტომ რომ შეიძლება რომ მე იფიქროს რომ შენ ვარჯიშობ. რა? ანუ იმდენად გული აგიჩქარება რომ მოვატყო საათი ეგ რომ მქონდეს მიზანი. რომ ეგონოს კაი ტიპი, საათს რო ეგონო კაი ტიპი. ეს ვარჯიშობს ალბათ. ვაუ, არა და მესამე სართულზე რო. ესეთ მოძრაობებს რო აკეთებ, რომ შტანგა ეგონოს. სექსის დროს. ეგრე ვისეჭიდა. რისთვის მადლობა ექსტრაჯის. გამარჯობა, რა ქვია? სალომე. სალომე. რამდენი წლის ხარ, რა საქმიანობ მოგიწევს? 24 წლის ვარ. თავის ფლაში ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებზე, მაგრამ ახლა გრაფიკული დიზაინერი ვარ. პარალელურად კორეულს ვასწავლდი. საერთაშორისო ურთიერთობებზე კორეულის გრაფიკული კორეულს. ვაუ, ბრავო. ნებისმიერი ენა მაგას იცავს ხო შენში. ვაუ. ხარ კორეაში ნამყოფი ისე? სექტემბერში ვიყავ რაღაც პროგრამით, გადაცემაში მივიღე მონაწილეობა კორეაში. როგორ გადაცემაში? აი, დაახლოებით ყველაზე ჭკვიანი, ოღონ კორეული ვარიანტი რო იყოს, საქართველოს წარმომადგენელი ვიყავი. ვაიმე, what? და კორეული ისა. გაჩუქეს კორელის წმინდანის ხატი ბოლოს? არა, კორეული წმინდა ჯონგ იონგის ხატი. აუ, კორეაში მართლა მასთი რაღაცები არის ხოლმე, ხატები შეიძლება. სხვათა შორის ავერს ვიტყვი, მარნეულში არიან ძალიან ბევრი კორელები ჩასვლები, ქრისტიანობას ავრცელებენ. Did you know? რომელი ქრისტიანები არიან? პროტესტანტები არიან. და უკვე აქვთ რამე ეკლესიის მაგვარი გარაჟებში რო ხსნიან ხოლმე. ეკლესია ესე არ ვიცი, მაგრამ ნუ თავარი ესე არის, ეს რა ქვია, მისიონერული მისით ჩამოდიან ხო მისიონერი. მინდა ეგრე ჩამოვიდა თავის დროზე და ეხლა ნახე. კი. ხო და მაფიჭურები ხდება. რატო არ ვიცით რომ აი ეგ ხო ეხლა ძალიან მაგარი კულტურული მოვლენა არის რომ კორეელები ავრცელებენ ქრისტიანობას მარნეულში. სადა რადიო თავისუფლება ეს გოგი გვახარია რომ დაზდევს ვიღაც ჟურნალისტებს. გახსოვთ? მამა გახსოვთ? ხო და რადიო თავისუფლებში მუშაობ? დი. რასაკეთებდი რადიო თავისუფლებში? გრაფიკული დიზაინერი ვიყო. სხვათა შორის პოდკასტზე რო იყავი მასული შენთან და მაქედან გავიგე სტენდაპის შესახებ. მართლა? მოვედი აქამდე. პოდკასტზე იყავი რადიო. ჩვენს გარეშე დადიხარ პოდკასტებზე? პოდკასტები. პოდკასტები. ბოდიში რო პოდკასტებში. შენი ადგილი არ გამოინახა ჩვენ. სხვათა შორის ბევრი ხალხი პიკრობს რომ punchline therapy არის პოდკასტი და მე ვამბობ რომ საერთოდ არა, მაგრამ no it's okay რა. არა პოდკასტი არ ვართ. შეგვიძლია მაგრამ დაიწყო ახალი პოდკასტი. აუ ხო, ეგეც ინტელექტის კომპლექსი. გამოიწერეთ Spotify-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე და Facebook-ზე. მე და ანა სიხარულიძე ვარ თანაც. მომწონს ისე რომ ყველა პლატფორმას იყენებს თავის სასარგებლოდ. ანუ მე თვითონ ანუ შეჩემო რაუზე მარტო ვახოსანეესთან მივიდე და ვიტყვა. გუშინდელი ონისეს პოსტი მოიწერთ. რომელი აბა კარგი კონდიციონერი. ერთი ბეწო სახლისთვის. ეს სტიკერი იმენა არ მგავს. რა შუაშია შეჩემო. არა, მაინც მივალ მანდამ. ვინ შემიქნის სტიკერს რომელიც მე მსგავსება? ანუ ეს არის აი ინფლუენსერია, გქონდა? კაი. ბიჭო ინფლუენსერი რო ვიყავ ერთ კონდიციონერს მაჩუქებდა ექსტრა ჯი. ხო და ზუსტად მაგას ითხოვ. ნახე, მე დღე მგონია რომ ვინმე ელიტ ელექტრონიკსიდან დამირეკავს და მეტყვის. ჩვენ მაგუნმა გადავწყვიტეთ გაჩუქოთ. ანუ რა ცუდია მართლა. ამას ჯობია ვახოსანაიასთან მომიწევს. ჩახვიდე კორეელებთან ერთად მარნეულში და კაი, შენი პრობლემა რა არის? დაიწყავ. ოკეი. შენი პრობლემა ის არის, რომ აი ხაც ეგ მომენტი მქონდა, რომ მარტივად მოვიწყდება ყველა რაღაცები. ADHD გაქვს თუ არა? მგონი ნუ თუ იცი აი ამ დღეებში
ვცდილობ რომ გავარკვიო ესეთი ადგილი სადაც მივალ და გავიტესტე, მაგრამ ერთ-ერთი ეჭვობს, მაგრამ არ მინდა ჩემი დიაგნოზირება ხო არა, იმიტომ რომ მე მაგალითად მაქვს ADHD და მეც სულ მაქვს ეგეთ პრობლემა, იმიტომ რომ რაღაც ხალხი გადას მერვე დაბადების დღით აავიწყდა ეგრე. და ედი ხაშდი რა თქვი? აშორი. ADHD. ADHD არის ADHD, ხო. აუ ქართულად როგორ არის? არასდროს არ უნდა ვკითხო ონისე, სულ ირაკლის უნდა ვკითხო, რომ ირაკლის სახეს ვერ აკეთებს როგორც ონისე, მოკლედ და როგორ აკეთებს ის სახეს? მინდა რომ ვისწავლო ამის მე როგორ. ხო, ანუ შენ სახეს ეთყობა. როგორ აკეთებს სახეს? რო არავის არ ისმის. ონისე იცი როგორ სახეს აკეთებს, რომ რომ დუნდულები ძალიან რომ ეგეთი სახე აქვს? პროჭის სახეს ვაკეთებ. დაახლოებით. და შენ უფრო ახალი ფილმი ნახეთ? ონისე რო პროჭს თამაშობს. მოკლედ და ამის შემდეგ რო გავიგე რომ ADHD მაქვს, რაღაცნაირად უფრო დაალაგდა ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ ვცდილობ რომ სხვანაირად, რაღაცა უფრო მივაქციო ყურადღება იმ რაღაცებს, რომ ესა ნამდვილად არ უნდა დამოვიცდეს და მე ჩავწერ, ანუ როგორ არის დღეული რო კონდეს, ესეც ძალიან კარგი რამე. What? იმის პროჭის სახეზე მეცინება ველი. უნდა გასწავლოს. უნდა მასწავლოს აუცილებლად. თორე შენ ეგეთი სახე არ გაქვს. მიდი მე რა მაქვს. ის სახე გაქვს. არა, შენ მოდუნდებული სახე გაქვს. მოდუნებული პროჭის. ხის ბოლოს რო არის პროჭი. ხუთზე რომ მოჯო, ხო იცი? სასწაული თამაში, ღმერთიჩი. ოსკარი რომ მოგწენ მაგაში. არა, სხვათა შორის ADHD-ის მიმართ მაგალითად მართლა მე მაქვს მქონდა ადრე ერთი პრობლემა ჰიპერფიქსაცია, ანუ მე რომ ჩვენ მაგალითად უნდა სახლიდან გავიდეთ და გვეჭკარება, მაგრამ მე რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ეს სტიკერი უნდა ამოვაძრო იმისათვის, რომ მე ეს ბოთლი რაღაცისთვის გამოვიყენო და გაჭედილი ვარ, რომ აუცილებელი, რომ ეს აუცილებლად ეხლა უნდა დავასრულო. და მე ჩემმა მეუღლემ რო გაიგო, რომ მე მაქვს ADHD და ჰიპერფიქსაცია ხდება იმ მომენტში, რომ მე ამაზე ვარ. What? არა, ძალიან საინტერესო პოინტს აყალიბებ მართლა. არა, სულ მეუბნება ხოლმე, რომ ანასტასია მგონი, რომ შენ ჰიპერფიქსაცია გაქვს და მოდი სხვა დროს გავაკეთოთ ამას. What? იმის სახეს რო იმაშვებოდი, წეგან აჰაიპებდი, მაგის ბრალია ყველაფერი. ანუ არ მაგ პროჭის სახე. არ გაქვს. ზუსტად ეგ არის. მოდუნებული ხარ. არ დაიცა. სტაბილურობა გქონდა. ანუ მგონი რომ პროჭი არ შეიძლება რომ იყოს მოდუნდებული. ანუ უფრო შეიძლება ანასტასია. შენ არ იცი. პროქტოლოგთან არ ვარ ნამყოფი, ამიტომ არ ვიცი. ღმერთო ჩემო, რამდენი ხანია ამ გადაცემას ვაკეთებ და ისე პროჯზე ვლაპარაკებ. ხო და მე ბოლო 2 წლის განმავლობაში, რადგან ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს ასევე, დავიწყე საკუთარი თავის რებრენდინგი, როგორც ონისე, რომელსაც აქვს ცუდი მეხსიერება. და ანუ მე თვითონ ხურობ ხოლმე მაგაზე, რომ ხო რატო უნდა გამხსენებოდა შენი დაბადების დღე, მე ხო ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს. და ნელა ხალხშიც გაჯდა ეს გახდა ამ მიკრო ფოლკლორის ნაწილი, რაშიც მე ვარსებობ ჩემს მეგობრებთან ერთად რა და იქ უკვე всё აღარ წარმოადგენს ჩემი ცუდი მეხსიერება პრობლემას და მეც შემიძლია სინდისის კენჭის გარშემო ვიცხო. მეც მაგაზე ვარ დაახლოებით, უკვე აღარავის აღარ უკვირს რა არ მოხს, მაგრამ მაგას ხალხს იმიტომ რომ მეხსიერების პრობლემით იტანჯება წელიწადში 5 მილიონი ადამიანი და ამის მეხსიერების პრობლემით. და ამის ამოხსნა ჯერ მეცნიერებს არ აქვთ. კი. ხო და შენ შეგიძლია ამაზე იარო რაღაც მოგონილ გადაცემებში ელაპარაკოს სამ არაადეკვატურ ადამიანს შენს პრობლემაზე, მაგრამ კორეელს რატო არ მოგიტყვი? არა, იმ კორეულ იმაში რომ იყავი, ვის უნდა გახდეს მილიონერი, ხო? მანდ იყავი? მიიღე მონაწილეობა და ის როგორ გაიმარჯვე თუ ფინალში გასვლამდე ჭირდებოდა რაღაცის გახსენება. ანუ არ მართლა. თან კორეულში არის ხოლმე მარცვლებად წერენ სიტყვებს რა. რა? კი, ანუ იეროგლიფები არის წერება, ჩვენ ვასვევებთ, უღონ მარცვლებად იწერება რა და მაგალითად სიტყვა არის han shig
და Excuse me? ხომ რომ random სიტყვა თქვი რა. Shig რა? Handshake. Handshake არის კორეული რესტორანი თქვი უბრალოდ. რაღაც სიტყვებს რომ ასე მიმახსოვრებ ხოლმე, უბრალოდ მიმახსოვრებ მარცვლებად რა. მარხშიად მე რა ვახმე და shake hand მithქვამს მაგალითად რაღაცაზე და ასე შემდეგ. ზუსტად მასში შეცდომა დავუშვი ბოლო კითხვაზე, სადაც გასასვლელი ვიყავი და გადავანაცვლე ჩემ გონებამ გადაანაცვლა ეგ ბოლოს თქო და ვერ გავედი ფინალში და ვერც მილიონი ვერ მოვიგე. რამდენი მოიგე? რა? რამდენი მოიგე? ვერ მოვიგე. ვერა? მაყურებლის სიყვარული. ვიყავდა იმაში, რა ქვია, მოწინააღმდეგეთისა. რომელი ქვეყნის დელეგაციები იყო? ფინალში ვიტყვი ვინც იყო ნუ. ის დანარჩენი. ხო, 25 ქვეყნიდან ვიყავით და არ მახსოვს ყველა. ერთი იყო ალჟირი ფინალში. ალჟირმა მოიგო? არა, მე 3 ადგილზე გავიდა. ის ორი ქვეყანა. ლაოსი იყო მეორე ადგილოსანი და პირველზე გავიდა კამბოჯა. ანუ არა მართლა ნუ ჯერ ერთი რომ შენ გახსოვს ეს ყველაფერი უკვე ძალიან კარგი რამეა. ჩვენ გვიხარია ხო? დაგეხმარეთ ხო? კი, ნახეთ გახსენეთ. სამი რაღაც გაგახსენა. Yes. всё, მე მგონი მეხსერების ავარჯიშო შეგვიძლია. მონისეს შოუ იყო ძალიან კარგი ჩემი აზრით. მადლობა. მადლობა სალომეს ტაჩი დაუკრათ. მადლობა. ადამიანი რომელიც წარმოგვადგენს კორეაში. გამარჯობა გიორგი, კარგად, მადლობა, შენ როგორ ხარ? კარგად. რამდენი წლის ხარ, რასაკეთებ და ზოგადად მოვიყავი შენ შესახებ ცოტა რაც. კი, 22 წლის ვარ. ხო, ბალეტს წეკავ რა. ხო, ბალეტს წეკავ, მაგრამ მეგონი აი, მე როგორც ვიცი, უბრალოდ ბალეტს არ წეკავ. ანუ ხარ ანსამბლში? არა, ანსამბლში. ეს რა დახტონავენ, აი მაგას საფში ვარ მე. სათხარ? ჰოლანდიაში, ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტი. Hello motherfucker. ის რო იყო მე-4 ადგილზე რო გავიდა, ეგ კი არ არის? წამყვანი სოლისტი. პირველ ადგილოსანი, ხო? კი, პირველ ადგილ. ისე მან მართლა კაი როგორ ვიყავთ. მაგარი. როგორ გადაწყვეტა ისე რომ ბალერინა მგონი არ ისტორია, ბალერონი არის კაცი მოცეკვავე, შეიძლება მეც უბრალოდ ბალეტის მსახიობით ბალეტის მსახიობი. კი, ბალეტის არტისტი, მოცეკვავე, ყველაფერი. ხო, ეგრე გააგრძელე ლაფარაკი. როგორ გადასვია ბალერინა როგორ გაგხიზმა? რა ხელი ესე მეჭირება და ვიცი? როგორ გახდი ბალერინას ბა? ეს იანდექსი რა ვიძმაო მაყლებს რა. სვაძერის პირველი ბალერინა ხარ ვინ შეხვდა? დედა იყო ბალეტის მოცეკვავე. და მაგრამ მამაჩემი იყო, ბოდიში მამა. ქართული ცეკვის მოცეკვავე და მაგან გადაძლია რა, დედაჩემი ქართული ცეკვას ორივე. სხვადასხვა დედაჩემთან ცეკვავე ქართულ ცეკვას როცა როცა გირეკავს ხოლმე. კი, როცა მირეკავს ხოლმე. ვაიბე. ხო და მაინც რა ვიცადე რა ბალეტიც რა. ქართული ცეკვა თბილისში ცეკვავდი ბევრს, მაგრამ ბალეტიც კარიერის ფონში პირადი რაღაც. გამომივიდა რა ეგრე მოხდა, ეგრე დაჭდა. და შენი პრობლემა რა არის რეალურად? ეგრე დაჭდა რა. რატო ვაპარაკობ კაზინოში მოსიარულე ტიპი? ჩამეში დედა შევიც. ეგრე დაჭდა ძმაო. დაკა. ეგრე მოხდა. სხვათა შორის ცხოვრება მე მოიდა. ტაქსისტებთან მქონდა ხშირი ურთიერთობა ეს პერიოდია და მაგათმა მიმაჩვიეს ეს ლაპარაკს. და კაი, ესე იგი მე რა მაინტერესებდა სულ ბალეტში. ეს კალგოტკები. აუ ძალიან გეთახმები, კი. არა, შემაწუხებელია. ძალიან. თეთრი განსაკუთრებით. ხო. თეთრი საშინელება. თეთრი რატოა შემაწუხებელი განსაკუთრებით? რა ვიცი, ძალიან გამოკვეთილი ფერი არის რა. ვცდილობ არა, მარტო ფერი არ არის მანდ გამოკვეთილი. ხო. ყველაფერი ლოგიკურად. ხო, ანუ კომფორტულად. კი, არაფერი კომფორტულად. შიგნი დაგაცვია ხო? კი. აი, ჩვენც რო უცების ტექსტები გავიჩნდეთ ამ რა. ბიჭო ხო, აი ეს ელასტიკი რო არის. ვიდეოს გაფიცე და ჩაიცვით ჩაჩები. ბრიჯი რამე. პრობლემა რა, უბრალოდ საქართველოს მენატრება რა. 5 წელია რაც წასული ვარ და მენატრება რა. და რამდენი ხანი უსმინო ქართულ მუსიკას. ანუ კი უსმენ, მაგრამ აღარ მეხმარება რაღაც პერიოდის მერე რა. ვის უსმენ ხოლმე? რავი, აი
Spotify-ზე რასდევს ყველაფერს რა. ხო და მუსიკის გარდა სხვა რითი უმკლავდები ხოლმე ნოსტალგიას ჰოლანდიაში. ქართველი მეგობრები ყავს იქ? კი, რამოდენიმე არის. კი. ცეკვავენ ჩემი კოლეგები არიან. ხო. პრიმა ბალერინა არის მაია მახათელი და სოლისტი არის სალომე გილევერაშვილი. სამნი ვართ რა. ვაუ, რა მაგარია რომ ის რა? აი, ქართულად რა სამნი ვართ. გვიჭი რა ჰოლანდში. კი. ისაც ეჭვი გეპარებოდათ? აბა რა. იცი რა მე მე შენი სკოლის მასწავლებელს მიმართა, ვისაც შენი არ ჯეროდა. თუ ამდენი აგრესია გაქვს დაგროვილი, შეგიძლია. ო, ნახე. სხვათა შორის აი მაგასაც საბალეტო სკოლაში დავდიოდი აქ. საფეხბურთო? საბალეტო. საბალეტო სკოლაში. რა დავდიოდი, სუმეუნებოდნენ რომ ქართულ ცეკვას თავი უნდა გაანებო რა. და რამდენჯერაც ეგ მიცხეს, იმდენჯერ რავი, 1 3 4 თვე აღარ ცეკვავდი ბალეტს ვაფშე. სულ ქართულ ცეკვას ცეკვავდი რა. მეთქი ბალეტი არა ის. ხო. და ეხლა შენეზით გათავისუფლდი ბოლომდე მაგ ხმებისგან თუ კი, იმიტომ რომ ანუ იქ რო ჩავედი ჰოლანდიაში იქ პირიქით არის რა, იმიტომ რომ რაც მეტი ქართული ცეკვას შევიტან რაღაც მით უფრო რაღაც განსხვავებული არის რა. ანუ აინტერესებს ახალი ელემენტები. ხო, აინტერესებს ახალი ელემენტები რა. რაც ანუ აქ პირიქით მოშორებაზე იყვნენ და იქ და ყოფილა ეგეთი შემთხვევა რომ ქართული ცეკვის რაიმე პატარა ის კი. ანუ თვითონ არა ჩემით რა, ჩემით ესე. შენი სტილობ ჩემით, მუხლებზე შესრიალებები და რაღაცები კი. ისე რომ არ იცის ხოლმე მთავარმა რეჟისორმა და შე რაღაცებს აკეთებ უკვე კონცერტზე თუ არა. მაგის გამო აღარ იქნება. მაგის გამო. ხოდა გიორგი და რა გენატრება საქართველოზე, ისე ვთქვათ, რაზე ფიქრობ ყველაზე ხშირად, როცა იქ ხარ? არ ვიცი, რავი, აი უფრო ხალხზე რა, ურთიერთობაზე რა, აქ მეგობრები, ასე შემდეგ ოჯახი ყველა აქ არიან. ამიტომ რაღაც ის არის რა. რაც მენატრება რა, მუსიკა ვერ გიცრის რა, რამდენს უნდა უსმინო. მუსიკა კი, მაგრამ მაგალითად საჭმელიან რამე ეგეთი რომ მართლა საჭმელი მაინც ბალეტს ცეკვა ვერიდები. ახალი ჩასული რო ვიყავი, რამდენი დეითიც მქონდა, სულ ხინკალს ვჭამდი და ანუ ხინკალი ვეღარ ვჭამ ხინკალს. იქ ხა ანუ ურთიერთობაში ხარ? არა. ოკეი. გაქვს საერთოდ დრო ამისათვის რომ კონდეს ვინმესთან ურთიერთობა? რეჟისორის გარდა. ხოდა ნოსტალგია ზოგადად ისეთი პრობლემა არის, რომ მარტო შენ კი არა, ყველას სანუჭერს მაგასთან გამკლავება რა. მაგრამ შეიძლება ისე შეხედო ხოლმე, რომ ზოგი ამერიკაშია და ბევრად უფრო ნაკლებად ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას და წლები გადის ისე რომ ვერ ნახულობს თავის ნათესავებს, თავის სამეგობროს. შენ ღვთისმსწავლობით სანამ გვაქვს უიზო მიმოსვლა, შეიძლება იარო, კარგი, სხვა პრობლემა ხო არ გაქვს რამერაზეც კი ნალბარაკი. კი, თვითმფრინავის მეშინია. ეგეც. ოკეი, ეგ დიდი პრობლემა. მეშინია და ძალიან ანუ რამდენი ხანი ვილაპარაკეთ? რა ბალერინა ძმა. მეგონი შენერი სტუმარი იყავი. მადლობა. დიდი მადლობა გიორგის წარმატებები უსურვოთ. და შევხვდეთ მე ვიბუხავთ. გელოდებით